გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე. მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. თქვენ უყურებთ გადაცემას TV პირველზე და უსმენთ რადიო მაესტროს ეთერში. შენების მოძრაობა, ახალი პარტია პოლიტიკაში. დავით უსუფაშვილის ახალ პარტიაში არიან და მის სადამფუძნებლო პრინციპებს იზიარებენ კახა შარტავა, ალუდა გოგლიჩიძე, ნინო გურიელი, გიორგი თაქთაქიშვილი, ნათია ლამდია, სოსო სიმონიშვილი, რეზო შავიშვილი, თენგიზ შერგელაშვილი, ვახტანგ ხმალაძე. არა მორიგი ახალი, არამედ ახლებური პარტია, ასეთი ამბიციით გამოვიდა უსუფაშვილი ცოტა ხნის წინ. ვქმნით პარტიას, რომლის მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება და სამთავრობო კოალიციის შექმნა, თქვა რამდენიმე თვის წინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ. დღეს მან უკვე ახალი სახეები წარუდგინა მედიას და საზოგადოებას, მათ შორის ეროვნული ფორუმის ლამისფრთელი შემადგენლობა. დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2005-13 წლებში, პოლიტიკოსი 12 წლიანი სტაჟით და აქედან 1 წლიანი ტაიმაუტით მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2012-16 წლებში, საკმაოდ რთულ პერიოდში, როდესაც მუშაობა მოუწია ორ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და გიორგი მარგველაშვილთან და სამ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან. სწორედ მაშინ, როდესაც კოალიციას და მთავრობას კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, დავით უსუფაშვილი და იმ დროისთვის მისი პარტია კოალიციიდან გადიან, ეს იყო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე 2016 წლის ზაფხულში. დავით უსუფაშვილმა უკვე 2016 წლის 1 ნოემბერს თქვა, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სისტემა დაიცალა პოლიტიკური პარტიებისგან და პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გამოვიდა. მისი თქმით, ის მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ახალი პოლიტიკური გუნდის შეკრების მიზნით კონსულტაციებს გამართავდა ინდივიდუალურ ადამიანებთან და არა პოლიტიკურ პარტიებთან. როგორც ჩანს, პროცესი ამ დრომდე გაჭიანურდა, თუმცა ასევე ჩანს ის, რომ არა მხოლოდ ინდივიდუალურად, პერსონალურად შეუერთდნენ ამ პარტიას, არამედ პარტიულადაც მთელი ეროვნული ფორუმი და კახა შარტავაა ჩვენი სტუმარი. ბატონ კახა, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ეროვნული ფორუმი აღარ არსებობს? მოგესალმებით. არსებობს და აქტიურობს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ აბა შენების მოძრაობაში ვინ არის? ასე შევაფასეთ ზუსტად, აი მაშინ ასეთ ფრაზაც კი მქონდა, აი ეროვნული ფორუმი 0.07% გაგრძელება იქნება. ოღონდ გაგრძელების ის ხედვა და ვარიანტი, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა იმ სიტუაციაში, ისიც გავაცხადეთ. რომ იმ მასშტაბური ამოცანების გადაწყვეტას, იმ გამოწვევებთან შერკინებას, პრობლემების დაძლევას, რომელიც პრინციპში მრავალწლიან სისტემურ მანკიერებელ ავადმყოფობას უკავშირდება, ასეთ ცალ-ცალკე მყოფი პარტიები, დაქსაქსული სამოქალაქო სექტორი არ ყოფნივართ და რაღაც ახალი ტიპის მოძრაობა და სამომავლოდ აუცილებლობის და შესაძლებლობის შემთხვევაში ახლებური ევროპული ტიპის კლასიკური პარტიის ჩამოყალიბება ჭირდება, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი ექნება, შესაძლებლობა ექნება ჩრდილოვანი კაბინეტიც წინასწარ წარუდგინოს მოქალაქეებს და მოსახლეობას, პროგრამული უზრუნველყოფა წინასწარ წარუდგინოს და რაც თავარია დააზღვიოს სურპრიზებისგან. წინასწარ იცოდეს საზოგადოებამ რასთან ექნება საქმე, თუ ასეთ ტიპის პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ ერთ რაღაცას ვაძლევთ ხმას და მეორეს ვღებულობთ შედეგად. ერთ ვიღაცას ვაძლევთ ხმას და სხვას ვღებულობთ შედეგად. ბატონ კახა, ფორუმი სად არის? მაშინ ეს შენების მოძრაობა, ეს ახალი პარტია, რომელმაც თანთქა ფორუმი და ყველაფერი. ჯერჯერობით პარტიამდე არ მივსულვართ, ახალი პარტია იქნება სავარაუდოდ ალბათ 2018 წლის გაზაფხულზე და ეს პარტია ერთობლივი მშენებლობის და რამდენიმე განზომილებიანი პროცესის შედეგი უნდა იყოს და ეს პარტია ვერ დაფუძნდება, როგორც აი ტრადიციულად ვაკეთებდით ხოლმე ამას, რამდენიმე ადამიანი შეიკრიბებოდა, პარტიას გამოვაცხადებდით და შემდეგ ვკრებდით ხარდამჭერებს და პარტიის წევრებს. ერთობლივი მშენებლობის პროცესი, რომელმაც პარტია შედეგად უნდა მოიტანოს 2018 წლის გაზაფხულისთვის მაინც და მისი აქცენტი იქნება ანუ თვითმმართველობის არჩევნებზე მოძრაობით იქნება წარდგენილი. მაგრამ ამ პროცესში ეს მთელი ეს მოსამზადებელი სამუშაო, შემუშავება და შეთამაშება, ერთმანეთის მოძიება, მომავალი პოლიტიკური პარტიის კონტურების დანახვა, მაგრამ
მოძრაობის უწყვეტ პროცესად, შენების უწყვეტ პროცესად დატოვება და ახალი ადამიანების შემოერთება, მოუხმობელთა მოხმობა, ეს ცალკე პროექტი და პროგრამა ისეთი, რომელიც ყველა შემთხვევაში აუცილებელია. პოლიტიკასაც რო თავი დამარბოთ, მაგრამ საფუძველ სარბიელი ამის უნდა იყოს კიდევ სხვა უფრო მასშტაბურად სიფრთხილე პროცესი, რომელსაც ჩვენ სამოქალაქო პარტნიორობას სახელმწიფოებრიობისათვის ვარქმევთ, რომელშიც გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული. და ასეთი ტიპის მრავალეშელონიანი, მრავალგანზომილებიანი პროცესის გარეშე მხოლოდ ხელისუფლებათა წარმარაცვლილებით სისტემასთან ახლოს ვერ მისვლით და მისი ტრანსფორმაციის ცდელობის გარეშე მიღებული შედეგებით მოქალაქეთა დიდი ნაწილის ჩართვის გარეშე, იმპოტენციალ რესურსის გამოყენების გარეშე, რომელიც განაწილებული, დანაწილებული და დაკსაქსულია სხვადასხვა პარტიაში, სხვადასხვა მოძრაობაში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში და გაერთიანება, ვიდრე იყო კოალიცია ქართული ოცნება. ამიტომ აქამდე ვერ ვახერხებდით და ახლა უნდა მოვახერხოთ. ბატონ კახა, იმაზე დიდი გაერთიანება, ვიდრე იყო ქართული ოცნება, თქვენ ამას თავს ვერ მოუყრით და იმაზე მასშტაბურად ხელისუფლების შტოებში წარმოდგენილნი თქვენს და უსუფაშვილიც თავის თანაგუნდელთან ნაწილთან ერთად და წარსულში რესპუბლიკური პარტია ვიდრე იყო ხელისუფლების შტოებში ისე ვერ იქნებით წარმოდგენილი. ანუ რა ასე ვთქვათ, რა მონაგარი გაქვთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რის გამოც ახლა ამ ჯგუფს შეიძლება იმედიანად შევხედოთ. მრავალფერო სხვანაირად მრავალფეროვანი უნდა იყოს და ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანი უნდა ჩაერთოს და სხვადასხვა რესურსი და პოტენციალი უნდა მოიკრიბოს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არსებული პოლიტიკური პარტიის შეჯგუფებას არ გულისხმობს და ის სივრცეები უნდა იქნას ათვისებული, რომლებიც გარიყულია პოლიტიკური პროცესისგან და სხვა იმ პროცესებისგან, რომლის უზურპირებაც ხდება ხოლმე ნებისმიერი ხელისუფლების შემთხვევაში და სისტემური ცვლილებისათვის აუცილებელი მრავალფეროვნების და ამის ერთ ორგანიზმად გადაქცევის პროცესი უნდა შედგეს და ეს უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც არ გულისხმობს იმას, რომ იგივე ადამიანები, ისევი სახეები უნდა იყვნენ. თქვენ არ ხართ იგივე, დავით უსუფაშვილი არ არის იგივე. აი ეს იგივენი თავიანთი მწარე თუ შედეგიანი გამოცდილებები. აი ალუდა გოგლიჩიძეც კი იგივეა, რომელიც ჩვენი სტუმარი იქნება ცოტა ხანში. რომელსაც ვეძებთ, ახლა იმ ახალს, რომელსაც სხვანაირად ახლებურად, მაგრამ ამ გამოცდილების გათვალისწინებით შეუძლია უკეთესად კეთება, იმას უნდა შეუწყოთ ხელი, ის უნდა მოგროვდეს და არნიშნავს ეს, რომ ახლა პოლიტიკაში უკვე აქამდე მყოფი ადამიანები საკუთარი მორიგი პოლიტიკური კარიერისთვის აგროვებენ რამეს პირიქით. ახლა ჩვენ დამხმარის, ხელშემწყობის, გამოცდილების გამზიარის როლში ვიქნებით და თან ასეთი ადამიანები მათ შორის ხელისუფლებასთან რაღაცნაირად ახლოს ყოფნი, ოპოზიციაშიც ყოფნი, მაგრამ ის ადამიანები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ყოველთვის ჰქონდათ შანსი გამختარიყვნენ ამ სისტემის ნაწილი, მაგრამ უარი თქვეს ამაზე და არ გახდნენ სისტემის ნაწილი. ანუ ეს არის თქვენი მთავარი დამსახურება? ერთ-ერთი მთავარი დამსახურება, იმიტომ რომ ასეთი დამსახურებების მოგროვება და მოპოვება ძალიან ძნელია. მარტო თუ დამერწმუნებით, მარტოდ გაგრძელება პოლიტიკური ცხოვრების. თუ დამერწმუნებით, ასე ადვილად არ არის ხოლმე ეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში. და ასეთი ტიპის გამოცდილების და ასეთი ტიპის ადამიანების გარეშე უბრალოდ ახალზე და ახლებურზე ლაპარაკი ძნელია. კარგით, ვიღაცებს დარჩა დღეს შთაბეჭდილებამ, იქედან გამომდინარე, რომ თქვენი პარტია ყველაზე სოლიდურად არის ამ მოძრაობაში წარმოდგენილი, რომ უსუფაშვილი ფორუმს გაუერთიანდა ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ამ მოძრაობის პრეზენტაციამ. არავითარ შემთხვევაში ამ მოძრაობაში მით უმეტეს ეროვნული ფორუმი როგორც პარტია არ არის წარმოდგენილი. ეროვნული ფორუმის თითოეულმა პიროვნებამ თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ასეთ ტიპის მოძრაობის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, ისე რომ ეროვნული ფორუმი პარტიად რჩება და არის პარტია და ვართ ჩვენც ამ მოძრაობის წევრებიც და ეროვნული ფორუმის როგორც პოლიტიკური პარტიის წევრებიც ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. მაგრამ ამ ადამიანების, გამოცდილი ადამიანების, თითოეული პერსონის შემომატება და თანაავტორობა ამ პროცესს უბრალოდ აძლიერებს მას. მაგრამ ამოცანა სწორედ ის არის, რომ ეს არ მოხდეს და არ წასულიყო სწორედ რაღაცა მორიგი პარტიკულარიზმის გზით და პარტიათა შორის მოლაპარაკების გზით, რაც დაბლოკავდა ახალი ადამიანების შემომატებას, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც არც პარტიებში ყოფილან არ მოძრაობას ხელმძღვანელი არ ყავს. ასეთი ველი შეიქმნა. ამ მოძრაობის ხელმძღვანელი და ამ მოძრაობის ხელმძღვანელი იქნება მთელი ის საინიციატივო ჯგუფი,
რომლის ეს იქნება ინსტრუმენტები მოძრაობის კოორდინირების, მოძრაობის ეფექტიანობის, მოძრაობის შემდეგი და საომავლო დაგეგმვის, პროცესის დაგეგმვის და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს ტრადიციული ვარიანტი, ტრადიციულს ვამბობ, არა ჯანსაღი გაგებით ამ შემთხვევაში, როცა 2-3 კაცი ან ერთი ლიდერი ან ორი ლიდერი, თქვა წყვეტდა ყველაფერს და ხელმძღვანელობდა პროცესს, ასეთი მასშტაბის პროცესი ისედაც არ მოუხდება და ასე არ არის ეს დაგეგმილი. რამე პერსპექტივა აქვს ამ ჯგუფს თქვენ როგორ ფიქრობთ? ფორუმის და უსუფაშვილის და სხვების გაერთიანებას შენების მოძრაობა ძალიან ამბიციური სათაურია. რა უნდა აშენოთ პირველ რიგში? ფორუმის დათოსი, კახასი და ასე შემდეგ. აქ სწორედ ისეთი სივრცე იქნება, როდესაც ჩვენ რომელიღაცა პარტიაში მყოფნი ან პარტიულები და სხვა ადამიანები საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოვდივართ და ახალი უფრო მასშტაბური კომფორტის ზონა უნდა შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ საქმეში არ ყოფილან ჩართული და ჩვენი პარტიკულარიზმის გამო არც ეკარებოდნენ ამ საქმეს და მათი საქმიანობის მარგი ქმედების ჯამური კოეფიციენტი უნდა გახდეს მაქსიმალური და ამაში არის ჩვენი ფუნქცია, რაც შეეხება შანსებს და თქვენ წარმოიდგინეთ. რა უნდა აშენოთ და რა შანსები თუ ამ თვეების განმავლობაში მოხერხდა რომ ისეთმა ადამიანებმა ვიპოვეთ ერთმანეთი, შევათანხმეთ შინაარსი საქმიანობის, მივედით ფორმის სწორად დაგეგმამდე, რომლებიც აქამდე წლების განმავლობაში ვერ პოულობდით ერთმანეთს ან სხვადასხვა სეგმენტზე ვიყავით მიმაგრებულები, ეს თავისთავად გულისხმობს პერსპექტივას, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებაში და ამდენი გამოცდილების შემდეგ, ამდენი 25 წლის განმავლობაში წრეზე შეარულის შემდეგ, ეს შესაძლებელი ხდება და თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი განსხვავებული ადამიანები ერთმანეთს ვაგნებთ და ისინიც მათ შორის რომლებიც აქამდე ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ საერთო სამუშაოში ვერ ხვდებოდით. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტივის ველი გახსნილია. თქვენ და რესპუბლიკა, თქვენ და უსუფაშვილს, მაგალითად პერსონალურად თქვენ და უსუფაშვილს ხედვებში სრული თანხwebdriver გააქვთ? ღირებულებებში, ამ საკითხებზეც, იმ ღირებულებებში, რომელიც ეროვნული სახელმწიფოებრიობის სწორად აშენებას ეხება და შენების მოძრაობაც სწორედ ამას უკავშირდება. იმ საკითხებზე, რომლებიც ეროვნული სახელმწიფოებრივი სწორი ფუნქციის და საერთაშორისო ურთიერთობების სწორად აწყობის საკითხებს ეხება. წლების განმავლობაში ხშირად გქონია ჩვენ საუბარი, მათ შორის იმაზე სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება როგორ შეიძლება, სოლიდარობის მაკონსოლიდირებელი ნოტები როგორ შეიძლება შემოიტანო ამ ურთიერთდაპირისპირების კაკაფონიაში, რომლითაც გაყრუებულები ვართ. ბევრი ადამიანებს საუბრობდით ერთმანეთში, ბევრი თუ ცოტა, მაგრამ საუბრობდით და რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ისეთ ძვირფასი რაც მახსენდება იმ პერიოდებიდან, როდესაც ჩვენ ხან მიტინგებზე ვდგავართ და უამრავი რაღაც გადაგვიტანე ერთად, აი დათოსთან ერთად ამ საკითხებზე საუბარი. ამ საუბრებში კიდე სხვა ის ადამიანებიც იყვნენ ჩართულები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ შენების მოძრაობის შენებაში. და მოძრაობისა და შენების გარეშე და შენების მოძრაობის გარეშე. ანუ ეს არის მოძრაობა პარტიად გადაკეთდება 2019 და ეს ჩარჩენა ამოვიდა უკვე ყელში. გასაფხულზე ალუდა გოგლიჩიძეა ჩვენი შემდეგი სტუმარი შენების მოძრაობის წევრი ბატონ კახაშარტავასთან ერთად. ბატონ ალუდა, თქვენ რა ვერ გააკეთეთ თავისუფალ დემოკრატებში, რომლის წევრიც იყავით და რა გინდათ გააკეთოთ შენების მოძრაობაში? იქ რატომ დაინახეთ უფრო მეტი პერსპექტივა შარტავას და უსუფაშვილის გვერდით და არა იმ ჯგუფში, რომელშიც იყავით? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მსმენელებს. მე ცოტა სხვა ტერმინს სხვაგვარად შევხედავდი. რა ვერ გავაკეთე, რისი გაკეთების საშუალება მომეცა და როგორი იყო ჩემი აღქმა. მოგეხსენებათ, მე თავისუფალ დემოკრატებს როგორც განხლების სპიკერი ამ როლში შევერთდი 4 თვით ადრე არჩევნებამდე. წინა საარჩევნო პერიოდი ძალიან დაძაბული პერიოდია და ბუნებრივია, ასე ვთქვათ, აი ეს პარტიის შენებლობას ვერ დავარქვევთ და ორგანიზაციულ განვითარებაში მონაწილეობას. ეს იყო რაღაც ერთგვარი ფინალური ეტაპი პარტიის საქმიანობის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისთვის და მე შევეცადე ჩემი წვლილი შემეტანა. მე ვფიქრობ, რომ ეს არც ისე ცუდად გამომივიდა, რაც შეეხება განათლების პროგრამა, მე ვფიქრობ, რომ იყო ძალიან ხარისხიანი, მასშტაბური, სისტემური იმ ადამიანებთან ერთად, რომელთანაც მე მუშაობდი, ეს გუნდური სამუშაო ყოველთვის და უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ თვითონ გარემოებები იყო არც ისე ხელსაყრელი. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ
ბუნებრივია მე არ გამომიხურია კარები, ასე ვთქვათ, მე არა ვარ საერთოდ განაწყენებული ადამიანი, მე ასე ვთქვათ, ძალიან მშვიდად, ძალიან დინჯად ვაფასებ ხოლმე მოვლენებს, ვაძლევ ყველა. არა, უბრალოდ იმის კითხვა მინდა, ბატონ ალუდა, რომ რითი განსხვავდება, აი რა დაინახეთ, რა სხვაობა დაინახეთ ამ კი ბატონო, მე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. არ შევალ, მოგეხსენებათ თქვენ თავისუფალ დემოკრატებში იყო ყრილობამ აირჩია ახალი თავმჯდომარე, ახალი ესე ვთქვათ გეგმებით. მე ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ ეს ჩემს ხედვებთან არ იყო თანხვედრაში, ღირებულებები პარტიის ზოგადად ერთია, შემდეგ მეორეა ძალიან მნიშვნელოვანი როგორი ორგანიზაციული კულტურით და სტრატეგიებით ხდება ამის მიღწევა. მე არავის არ ვაკრიტიკებ, ყველას თავისი ხედვა აქვს, განსხვავებული ხედვა აქვს, მე არასდროს არავის არ ვებძვი, მე გამოვდივარ და ჩემს ასე ვთქვათ ალტერნატივას ვქმნი და სადაც ვნახულობ ჩემს ასე ვთქვათ თავს იქ მივდივარ. ეხლა შეეხება ამ პროცესს, ეს არის მე არავის არ უერთდები, მე ყველასთან ერთად ვიწყებ შენებას სრულიად თანაბარ პირობებში, ძალიან ნაკლებად არის ჩემთვის საინტერესო თუ რომელ პარტიას წარმოადგენდა ეს ადამიანები გუშინ და გუშინწინ. ეს ჩემთვის აქტუალური არ არის, ჩემთვის არის აქტუალური ინდივიდები, რა ღირებულებებით, რა ფასეულობებით, რა ხედვებით, რა გამოცდილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებ იმ გამოცდილებას, რომელიც იგივე კახას და სხვა პიროვნებებს აქვს, ასე ვთქვათ, ამ გაერთიანებაში, ამ გუნდში. აი, რისი მიღწევა გინდათ, გააქვთ დასახული? თვისობრივი ცვლილებები. მე არასდროს არ მიმუშავნია ამისთვის სადღაც ხომ უნდა გაიმარჯვოთ, რომ მე სადმე იყოთ წარმოდგენილი და იქედან რამე შეცვალოთ. აი, სად რაღაც როგორ რამე არის ესეთი საკითხის განხილვის ესეთი ლოგიკა. არის თუ არა პოლიტიკურ სივრცეში მოთხოვნილება ახალ და მე დავამატებდი ახლებურ პოლიტიკურ ძალაზე. ვინ არის ახალი? თქვენ ხართ, ბატონი კახა შარტავა, ბატონი უსუფაშვილია, ბატონი ვახტანგ ხმალაძეა, ბატონი ფრიდონ საყვარელიძეა. რომელი ხართ ახალი? გაერთიანება ახალი? მე ახალ ბედა რომ ვიყო, ალბათ არავითარი ინტერესი არ ექნება აუდიტორიის მხრიდან მე მომისმინოს და რატომღაც ხმა მომცეს არჩევნებზე. მე ასე ვთქვათ, ძალიან მალე 50 წლის ვხდები და საკმაოდ დიდი თქვენი ასაკი არ მიგულისხმია, აი ახალი სახე პოლიტიკაში რომ იტყვიან, აი ვინც მანამდე არსად არ ყოფილა ასეთ ადამიანებზე. არ ყოფილა რა, ეს კარგია თუ რა არის? არა, არ არის ნამდვილად, მაგრამ აი ახალზე როცა საუბრობ. ის კი არ არის, სად ვიყავით, უნდა ყოფილიყავით, მე კარგად ნაცნობი ძველი მირჩევნია თუ ჩემზია, მაგრამ როგორ ვიყავით, ეს არის მთავარი. როგორ გამოვიარეთ გზა? წავედით თუ არა მორალურ პრინციპულ კომპრომისებზე? შეგვიძლია თუ არა კომპრომისი? დიახ, კომპრომისი შემიძლია. არასდროს არ წავსვარ მორალურ კომპრომისებზე. მაქვს ცოდნა, გამოცდილება, ხედვა, შედეგები და რატო უნდა ვიყო? არსად არ უნდა ვიყო ნამყოფი. თავარი როგორ ვიყავი და უკაცრავად და ნამდვილად ვამაყობ სადაც ვიყავი და როგორც ვიყავი. თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, ძალიან ჩემი ბოლო თანამდებობები გავიხსენოთ და ძალიან დიდი სიამოვნებით თუ გასაგებია, განათლების მინისტრის მოადგილე იყავით, მინდა მაყურებელს შევახსენო. ბატონ ალუდა, თქვენს და ბატონ კახასაც მინდა ვკითხო. თვითმმართველობის არჩევნებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენმა შენების მოძრაობამ ჯერ არ მაქვს ეს ვთქვათ გამჯდარი, უნდა ჩავიხედო ხოლმე, როცა თქვენი მოძრაობის სახელს ვთქვათ, თქვენს დასახელებაზე არის საუბარი, შენების მოძრაობამ ანა დოლიძეს შესთავაზა, რომ ის ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი. დაადასტურებთ თქვენ ასეთ შეთავაზებას თქვენი მხრიდან დოლიძისადმი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა მოვლენებს უსწრებთ, ვფიქრობ, ალბათ ძალიან საინტერესოა იმის გაცნობიერება თუ რატო ვერთიანდებით ჩვენ და რატო ვქნით ახალ პარტიას. ეს არის ხალისით ვაკეთებთ, მარტივი საქმეა, იავართქმელია და კომფორტია თუ ტვირთია და შრომაა. მე მგონი პასუხი ცალსახაა მოსახლეობისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. მე პირადად უპრობლემოდ შემეძლო სხვა ალტერნატივა ამერჩია ორივე თანამდებობის დატოვების შემდეგ. უპრობლემოდ შემიძლია სხვა სივრცეში მოვიდე მე, არა მაქვს ნულოვანი შრომითი ავტობიოგრაფია ჩემი თანამდებობებზე არ დაწყებულა. ძალიან მრავალი მიმართულებით შემიძლია გაცილებით კეთილდღეობაში ვიყო, გაცილებით კომფორტულად ვიყო პერსონალურად მე ალუდა გოგლიჩიძე. მაგრამ გარემოს გარეშე არ არსებობს განვითარება, საერთო საკითხების გარეშე არ არსებობს განვითარება. დღეს არის ტოტალური უიმედობა, ტოტალური ნიჰილიზმი. ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ და ქალბატონ დიანა ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ირგვლივას დღეს აგროვებს საბუთებს, როგორ გაიქცეს ამ ქვეყნიდან, ის კი არა გადავიდეს სადღაც და უკეთესად იყოს უბრალოდ გაიქცეს ამ ქვეყნიდან. ეს არის სრული უიმედობა, პოლიტიკური სპექტრი ვერ ქმნის ამ იმედს. რაოდენობები არ ქმნის იმედის მოძრაობაც
ხართ შენების მოძრაობასთან ერთად? თუ არ არის პოზიტიური მოლოდინები, თუ არავის არ წამს ჩემი ვინც მე მიცნობს, ვისაც უმუშავნია ჩემთან ერთად, ან ვინც ჩემ შრომის ნაყოფშეხებია, რა თქმა უნდა, რატო უნდა მომცეს ხმა და რატო უნდა დამეჭიროს ხარი? თუ მე არ სადავყოფილი ვარ, წარმატებული, თუ არაფერი არ ვიცი, თუ დღეს ვიწყებ რაღაცის დაგროვებას და ველოდები, როდის მომცემენ დირექტივას ზემოდან, უკაცრავად ესეთი მართვის სტილის შედეგია დღეს რაც არის. როცა არ ვიცით რა უნდა ვაკეთოთ, როცა კაბინეტში მждომე ადამიანი ვერ არის უფლებამოსილი და ვერ არის უნარიანი კაბინეტის მოთხოვნებს უპასუხოს. თორე მე ნამდვილად არ ჩავჭიდები ვარ არც ერთ სავარძელს, არც ერთ თანამდებობას და გარწმუნებთ ალტერნატივები დღესაც ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის სახალისო პროცესი, ეს არის შრომა, დიახ, არა ომი და არა, ასე ვთქვათ, გმირობა, არამედ შრომა. იძულებითიც არ არის ახლა. არავის არ დაუძალებია, რა თქმა უნდა, მაგრამ გასაგებია არჩევანია, ეს არ არის კომფორტისკენ სიარული, თორე კაპიტონ დიანა უკაცრავად, როგორმე შევინარჩუნებდი იმ თანამდებობებზე საკუთარ ადგილს, როგორმე არ გამიჭირდებოდა 5 წელი მოლაპარაკებების ხელოვნებას ვასწავლდი, სხვა თუ არაფერი, როგორმე დავჩებოდი, მაგრამ არის პრინციპები, არის რაღაც, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება ამ როგორმე დარჩებოდით, არ დარჩით, ეხა ახალ მოძრაობაში ჩაერთეთ, რომ როგორმე თავიდან მოხვიდეთ. გასაგებია. სად უნდა მოვიდე უკაცრავად? მე არ ვსაკუთრებო ვარ. მოძრაობა იმისთვის იქნება, რომ სადღაც მიხვიდეთ, გაიმარჯვოთ რომელიმე არჩევნებში და რეალიზება მოვახდინო. დიახ, ეგ ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რა თქმა უნდა, თუ მე ხა არაფერი არ მაინტერესებს და დავიწყებ კეკულწობას, რომ მე არ მინდა გააჩნია რისთვის მინდა ხელისუფლებაში მოსვლა. цаრიელი მოვდივარ, თუ მოვდივარ ხედვით, მოვდივარ წმენით, მოვდივარ უნარით. დიდი მადლობა. ეგ არის მთავარი. დიდი მადლობა. წარმატებებს უსურვებ ალუდა გოგლიჩიძეს და ბატონ კახას ვიდრე დავემშვიდობები, ბოლოს შეკითხვას დავუსვამ. თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი ეყოლება შენების მოძრაობას თუ არ ეყოლება? ეყოლება თბილისშიც და ყველგან სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, რესურსი და იქნებიან შესაძლებლობები. კარგი, და არ დაგვიდასტურებთ, რომ ანა დოლიძესთან გააქვთ ამ თემაზე მოლაპარაკებები? მე მგონი თქვენ ამ მოძრაობის თქვენ უფრო აქტიური წევრი ხართ და ისეთი რაღაცები იცით, რაც მე არ ვიცი, იმიტომ რომ ასეთ საკითხები დღეს ეს რიგში არ დამდგარა. გასაგებია. დიდი მადლობა კახა შარტავას, დიდი მადლობა ალუდა გოგლიჩიძეს დაგემშვიდობებით. ჩვენ კი ვაგრძელებთ საუბარს, კიდევ ერთი სტუმარი ყავს, ნინო გოგუაძე, ის თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს და